შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, როგორც ხედავთ, მოქალაქეებმა უკვე დაიწყეს რამდენიმე საათის განმავლობაში, სავარაუდოდ 8 საათამდე იქნებიან აქ შეკრებულები და სწორედ ამის შემდეგ უკვე მსვლელობით მარშით გადაინაცვლებენ საკანონმდებლო ორგანოსთან. აქ არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ის პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას, არიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, მსახიობები, ექიმები, სხვადასხვა სფეროს ადამიანები. ის ხალხი, ვინც 8 თვეზე მეტია ქუჩაში უწყვეტად დგას, ორი მოთხოვნის გარშემო არიან ეს ადამიანები გაერთიანებულები, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. ჩვენ შეგვიძლია მათთან ერთად ვისაუბროთ. მაია კოპალეიშვილი არის ჩვენთან ერთად. ქალბატონო მაია, პირდაპირ ეთერში ვართ. თავდაპირველად გკითხავთ, აი დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი რა არის, რა გაქვთ სათქმელი? დღევანდელი დღის მთავარი გზავნილია არ თანამშრომლობა ქართული ოცნების რუსულ რეჟიმთან, არა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ კრიმინალურ არჩევნებს და ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა, მტკიცე წინააღმდეგობა, თანმიმდევრობა იმისათვის, რომ ქართული ოცნების რუსული რეჟიმი საბოლოოდ ჩამოიშალოს და საბოლოოდ გადავარდეს როგორც ასეთი და გაიმარჯვოს ხალხის ძალამ და ჩვენ გავიმარჯვებთ მაინც. აი ევროპარლამენტიდან დღეს მოვისმინეთ უმწვავესი გზავნილი, მათ შორის ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომ ესენი არიან არალეგიტიმური ძალის წარმომადგენლები. ლეგიტიმაცია ამ დრომდე არ აქვს ხელისუფლებას. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა უკომპრომისო ბრძოლამ გამოიღო შედეგი. როგორც პოლიტიკური პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ბრძოლამ, ასევე საზოგადოების ბრძოლამ, პროტესტმა, რომელიც გამუდმებით მიმდინარეობს არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ სხვადასხვა დიდ ქალაქებში, ამან გამოიღო შედეგი და ქართული ოცნების აი ეს რუსულ რეჟიმს არ აღიარებს დღეს არც ერთი ცივილიზებული სამყაროს არც ერთი სუბიექტი, არც ერთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ისინი მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა, დემოკრატიის რელსებზე. ქართული ოცნებებიდან ჩვენ ვიცით, რომ უკვე განაცხადეს ამაზე, რომ ისინი ამას არც კი განიხილავენ და რაღაც საშინელი ტერმინოლოგიით მოიხსენიებენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მათ შორის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული ოცნების რიტორიკა ყოველგვარ დიპლომატიად ცდება და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი არალეგიტიმური ხელისუფლება არის, არალეგიტიმური ხელისუფლება იმდენად, რომ ისინი გასულნი არიან საერთოდ ხელისუფლების ვალდებულებისაგან, როგორც ასეთი და ეს კიდევ ერთხელ მტკიცდება თუნდაც მათი ყველა გამოსვლით და აი ეს ჩვენი დღევანდელი პროტესტის და ჩვენი დღევანდელი მარშით სწორედ იქეთკენ არის მიმართული, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს მათი არალეგიტიმაცია, რომ მათ ვერ შეძლონ ქართველი ხალხის სახელით საუბარი, ვერ შეძლონ საქართველოს სახელმწიფოს სახელით საუბარი, რომ ისინი აღარ იყვნენ ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში უნდა იყოს სწორედ ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოსული ძალა. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ იმ ვუცხადებ პროტესტს ადგილობრივ თვითმმართველობად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციას და მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, შესაბამის საარჩევნო გარემოთი, მოვითხოვთ ჩვენი სინდისის პატიმრების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მოვითხოვთ ადამიანის უფლებების დაცვას ამ ქვეყანაში და მოვითხოვთ, რომ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის კეთდებოდეს ყველაფერი. და ჩვენ ამას აუცილებლად მივახცევთ აი ამ ჩვენი პროტესტით, ჩვენი თანმიმდევრული ბრძოლით და ჩვენი არ თანამშრომლობით რეჟიმთან. ძალიან დიდი მადლობა. რამდენიმე წუთში სავარაუდოდ დაიწყება მსვლელობა და დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი. ტრადიციულად გადაიკეტება რუსთაველის გამზირი, მთავარი შეკრების ადგილი იქნება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია. პატა მანჯგალაძეს ხედავ. ბატონო პატა, პირდაპირ ეთერში ვართ. აქ გაერთიანებული ხართ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, პარტიის წარმომადგენლებს გულისხმობ, იმიტომ რომ თქვენ მკაფიოდ გაქვთ გაცხადებული, რომ არ აპირებთ მონაწილეობა მიიღოთ თვითმმართველობის
მმართველობის არჩევნებში. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ მიიღონ პარტიებმა ამ არჩევნებში მონაწილეობა? ძალიან მნიშვნელოვანია, რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, ხელებით, ფეხებით, კბილებით, როგორმე ლეგიტიმაცია მიიღოს და ძალაუფლებაში დარჩეს. ეს არჩევნები მისთვის ის ასე ამბობს. მართალია არანაირი საერთო არა აქვს ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებს ლეგიტიმაციასთან, მაგრამ მისი გაგებით ამ არჩევნებში ჩართულობა და ვითომ არჩევნებში რაღაც შედეგი, რაღაც ლეგიტიმაციას მისცემს. ამიტომ ამის შანსი არ უნდა მივცეთ მათ. უნდა გავაგრძელოთ ის უწყვეტი წინააღმდეგობა, რაც გვაქვს 233 დღე არის, 233 დღე არის და შედეგები გვექნება, როცა გვეუბნებიან რა შედეგები გვაქვს, არაღიარება, ქვეყნის შინით არაღიარება საერთაშორისო დონეზე, სანქციები კონკრეტულად მოძალადეებს. ეს შედეგები არის, რეჟიმის შიდა რყევები ამის შედეგია. ჩამოშლის პირას არიან, ხო? ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად, მე კიდე არის დრო, ის პარტიები, ვინც აპირებენ ამ ხარში მონაწილეობას, რომ იყვნენ ამ პროცესში და მე დარწმუნებული ვარ, შედეგი აუცილებლად იქნება დასრულება ხალხის გამარჯვებით ეს ყველაფერი. მადლობა. აქ არიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც, ირაკლი ქერაშვილის დასვე და ქეთუნა. პირდაპირ ეთერში ვართ. აქ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, პოლიტიკოსები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. აი თქვენთვის, ვისი ოჯახის წევრებიც ქართულმა ოცნებამ ციხეში გამოკეტა. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ არჩევნებში არ მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა? იმიტომ რომ არაერთი თვე არის, იცით და თელმა საქართველოს იცის, რომ ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს და ვაპროტესტებთ იმ ევროპული გზის წართმევას. შესაბამისად არ მისმის და სამწუხაროდ დღემდე ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებიც შედიან და აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ვერ აგვიხსნა ის თუ საერთოდ რა აზრი აქვს და რატომ უნდა შევიდეთ და მივიღოთ მონაწილეობა სიმართლედ მე პირადად არჩევნებში. ასე რომ ბოლომდე ვუერთდებით ამ ბოიკოტს და ბოლომდე გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელიც დაიწყეს ჩვენმა ბიჭებმა და გავაგრძელებთ ბოლომდე. და მიხარია რომ ამდენი ხალხია. ძალიან დიდი მადლობა. აქ არიან ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, გიორგი ბოტყოლოს ხედავ. ბატონო გიორგი, პირდაპირ ეთერში ვართ. იცით, თავდაპირველად მინდა გკითხოთ დღევანდელ გზავნილებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპარლამენტიდან მოვისმინეთ. ლეგიტიმაციას ხელისუფლება ამ ქართულ ოცნებას არავინ ანიჭებს. აი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და როგორ წარმოგიდგენიათ ეს ბრძოლა როგორ უნდა გაგრძელდეს? ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რას ნიშნავს ევროპარლამენტის გზავნილები, რას ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების გზავნილები და მთავარი არის რა არის ქართველი ხალხის გზავნილი. ქართველი ხალხის გზავნილი არის პროტესტი და ჩვენ ვხედავთ რომ ყოველ დათქმულ დღეს თუ მას გონია რომ რაღაცა პროტესტი მინელდა 300 კაცი 500 კაცი იკრიბება ვთქვათ პარლამენტთან და ეს არაფერს არ ნიშნავს. ერთი რამე უნდა გაითვალისწინოს რომ ყოველ დათქმულ დღეს მაგალითად დღესაც მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ადამიანი იქნება აქ და ის პროტესტი რომელიც არ ჩაქრება აუცილებლად იქნება მთავარი ფაქტორი გამარჯვებისა ქართველი ხალხისთვის და გამარჯვებისა იმ ხალხისთვის რომელსაც უნდა თავისუფლება და უნდა ევროპული მომავალი. მისი ეს მათი ეს ბინძური კამპანია და მათი გაშავება იმ ადამიანებისა ვინც ფიქრობს რომ ევროპა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი ვერაფერ შედეგს ვერ გამოიღებს. ქართველი ხალხი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა აუცილებლად დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს. ძალიან დიდი მადლობა. გაჩვენებთ რა ვითარება არის ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. აქ ეტაპობრივად მოდიან მოქალაქეები, ეტაპობრივად არის დაწყებული შეკრება და რამდენიმე წუთში მსვლელობა დაიწყება. აქ არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ის ადამიანები, ვინც აკვირდებოდნენ არჩევნებს. ტატო, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, გაგესაუბრებით. აი თქვენი აზრი მაინტერესებს. თქვენ აკვირდებოდით არჩევნებს მთელი ეს პერიოდი კარგად შეისწავლეთ. აი მაინტერესებს რატომ უნდა უთხრან საქართველოს მოქალაქეებმა ოპოზიციამ არა თვითმმართველობის არჩევნებს ახლა? რატომ არის ეს გადამწყვეტი? პირველ რიგში იმ არჩევნების მერე სადაც ვაკვირდებოდით და ჯერ კიდევ დამკვირვებლები იყვნენ, მოხდა ისეთი მასშტაბის გაყალბება, რომ ფაქტობრივად პირდაპირ გავლენა მოახდინა ხო შედეგებზე, იმის მერე არათუ გაუმჯობესება არ არის. საერთოდ არის მაგალითად კარუსელი აქვს დაკანონებული მაგალითად თუ გაინტერესებთ ანუ შეუძლიათ პირადობის მოწმობას ვეღარ თხოვ ადამიანს რეგისტრატორებთან დაკავშირებით არის ცვლილებები. გარდა ამისა დამკვირვებლები ამ არჩევნებზე არ იქნება. იმიტომ რომ იმ ორგანიზაციები ვინც აკვირდებოდა იმათი დევნამიდის პირდაპირ ამ რაჟდენას უწყების მიერ
და არანაირი ფინანსური შემოსავლების და რესურსები ჭირდება. შესაბამისად, ამ კუთხით ეს რეჟიმი ცდილობს ეს არჩევნები გარკვეულწილად გამოიყენოს რაღაცა თავისი ლეგიტიმურობის შესაფუთად. და ამიტომ აქედან გამომდინარე არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებში ყველგან არის საუბარი ერთ რამეზეა საუბარი, ეს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის უმთავრესი, ოღონდ ისიც იმ პირობებში, როდესაც იქნება შესაბამისი საარჩევნო გარემო, ხო, ბრძოლა რო ღირს. სხვა შემთხვევაში ამ ბრძოლაში შესვლას გამოდის რა მხოლოდ ერთი მიზანი, არანაირი გამარჯვება, არამედ თითოეულა რაღაც ადგილის მოპოვება, რომელიც უბრალოდ ვერანაირი გავლენას ვერ მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე და პირიქით ამ რეჟიმს მიეხმარება, რომ თავისი ეს ლეგიტიმაციის რაღაცნაირად შეფუთოს, იმიტომ მათ კრიზისი აქვს. ხო, დღეს ევროპარლამენტმა პირდაპირ თქვა, რომ ამ მთავრობას არ აღიარებს. ეს პირდაპირ თქვა, ხო და ეს იზოლაცია კიდე ღრმავდება, სანქციები მოდის ბრიტანეთიდან, სანქციები უკვე არის ძალიან აჩქარებული ეს პროცესი, მალე იქნება მეგობარი აქტიც, ამიტომ მათ არ უნდა მივცეთ საშუალება ამოსუნთქვის და ეს წინეხი უნდა გაძლიერდეს და მათ შორის ახლა ეს ანაჩირი პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან იმ რეჟიმში, რომ უარსაბობენ ამ არჩევნებში მონაწილეობაზე, მათაც უნდა შესთავაზონ რაღაცა დამატებითი პარალელური პროცესი ამ საქართველოს მოქალაქეების მონაპოვარი უვიზო მიმოსვლა ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ახლა. ველოდებით 31 აგვისტოს. როგორ ფიქრობთ, მოვლენები როგორ რა სცენარს ელოდებით მოვლენების განვითარების და როგორ უნდა აიძულოთ საქართველოს მოქალაქეებმა ქართული ოცნება, რომ ეს უნიკალური შანსი არ დააკარგინოს თითოეულ მოქალაქეს? ხალხის მობილიზება და ხალხთან მუშაობა. ეხლა ეს რეჟიმი რა სტილობს, ხო ხა? ამ ევროკავშირი ითხოვს რამოდენიმე რამეს ქართული ამ რეჟიმისგან. ხო, ეს არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა. მეც არაფერს არ ითხოვს. შესაბამისად, ამ რეჟიმს ამ ნაბიჯებს გადადგმა არ უნდა, იმიტომ რომ ეს თუ გადადგა, იცის რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას მის ძალაუფლებას. შესაბამისად, წირავს ამ ყველაფერს და ფაქტობრივად ხალხს ტოვებს ამ ვიზა, ხალხს აღარ ექნება შესაძლებლობა სამკურნალოდ წავიდეს, ახლა ოპერაცია რო დაგჭირდება და რიგში რო დადგე ვიზის მისაღება და საკუთარ ოჯახის წევრს რო ვეღარ ნახავ და ასე შემდეგ რამხელა პრობლემა. ამათმა დაიწყოს ეს სრულ დილემების შექმნა, რომ ვითომ ან შვიდობა, ან ვიზა ლიბერალიზაცია, ან ღირებულება, ეგეთი ან ვიზა ლიბერალიზაცია, ეს არის ყალბი სრულ დილემები, რომელიც არის ინფორმაციული манипуляციის მეთოდი, ხალხს აუხსნათ, რომ ესეთი დილემები არ დგას და ამათი ამოცანაა, რომ ფაქტობრივად თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნების გამო იზოლაციაში მოგვაქციონ. ამიტომ კარგად უნდა ვიმუშაოთ და არ მივცეთ ამ პროპაგანდას შესაძლებლობა ხალხი შეცდომა შეიყვანოს. იმიტომ დღეს უკვე ხედავთ, ხო როგორი სასაცილოდ არის აგდებული ამათი მეტანარატივები, ხო ეს ზღაპრები. ამიტომ მობილიზება და წინააღმდეგობის გაძლიერება, ეს არის ერთადერთი გზა. მადლობა. აქ უკვე მოაქვთ დროშები, საქართველოს ევროკავშირის დროშებით დაიწყება მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჯერჯერობით აქ იკრიბებიან მოქალაქეები და ამის შემდეგ დაიწყება სწორედ მსვლელობა.